ჩვენი ოჯახის სტუმართან ერთად დაბრუნდა პირდაპირ ეთერში, მას ძალიან კარგად იცნობს ჩვენი მაყურებელი, მაგრამ მაინც მიშო ჯავახიშვილი ამჯერად ანსამბლ მართვეს სამხატვრო ხელმძღვანელი. ჩემი აზრით ეს არის ძალიან დიდი სტატუსი შენთვის ალბათ, ხო? საპასუხისმგებლობა და ძალიან მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა. და მოდი პირველ რიგში კითხავ იმ სიახლეების შესახებ, რაც გაქვს შენ, მოდი გვიამბე რა სიახლეა, რითი უნდა გაგვახარო შენი მსმენელი. იცით რა არის? როცა მართვე 47 წლიანი უწყვეტი ტრადიცია წარმოიდგინეთ ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზების, როგორც საქართველოში, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბავშვებში და შემდეგ სოფლიოში. მანამდე ანსამბლი რუსთავი, რომელიც დაარსდა, რომელმაც უდიდესი საქმე გააკეთა და მე ვფიქრობ, რომ ქართული კულტურა ვერ იარსებებს ანსამბლ რუსთავის გარეშე. და მართვეც არის აი ამ ყველაფრის შემადგენელი ძალიან დიდი ნაწილი, რომელმაც საქართველოში ქართული ხალხური სიმღერის სიყვარულისკენ შემოაბრუნა და დააკავშირა მომავალი თაობები. ანუ ბავშვებთან ურთიერთობა არის ძალიან საპასუხისმგებლო რამ და მაშინ განსაკუთრებით როცა შენ ეხები შენი წინაპრების დანატოვარს. საქმეს რომლის გულისთვისაც წმინდანებად არიან შერაცხულები, რომლის გულისთვისაც ადამიანებმა მთელი სიცოცხლე შესწირეს და მე გავიხსენებ პატრიარქის ნათქვამს, როცა ანზორ ერქომაიშვილს ასე შეადარა ბატონი ანზორ ერქომაიშვილი და შეადარა ექვთიმე თაყაიშვილთან. ის განძი, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა ჩვენ ხელშესახებად დაგვიტოვა და უპატრონა, ხო? ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა ქართულ სულიერებას, ქართულ კულტურას, ქართულ იმ განძს, რომელიც ჩვენ წელთაღრიცხვამდე საუკუნეების მანძილზე უკვე არსებობდა, აი იმას უპატრონა და ბავშვებში ჩადო. ბავშვებში გააღვივა ეს სიყვარული. და როგორი ადამიანი, რომელმაც კიდე ურთიერთობის მასტერკლასი ალბათ გვიჩვენა მთელი ის წლები, რასაც ჩვენ მას ვაგვირდებოდით. უაღრესად კარგი ადამიანი. დღევანდელი დღე მაგალითად, ხო, მართვე არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მე მინდა ქალბატონ თეატრულოკიანს მადლობა გადაუხადო, ასევე მადლობა გადაუხადო გიორგი დონაძეს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელმძღვანელს, რომელმაც აი მორ ადამიანმა ასე ვთქვათ, გადაწყვიტა, რომ მართვე უნდა აწეულიყო აი ამ სიმაღლეზე და მას ჰქონდა სახელმწიფო სტატუსი. ჩვენ როცა ვფიქრობთ თუ რა შეიძლება გავაკეთოთ, ანუ რა მიზანს ვისახავთ მომავალი წლისთვის ან კონკრეტული ღონისძიებისთვის, პირველ რიგში ვფიქრობ მეც ჩემს გვერდში მდგომი ვალერი ქუტიძე, რომელიც 47 წელია უწყვეტად მოყვება ანსამბლს. სულ თავიდან ბოლომდე. პირველ რეპეტიციაზე იჭდა წარმოიდგინე მთელი ისტორია. არტოს ბაღში, არტოსთან მართვე ხო არის, რომ არ წასულა არსად არტოს ბაღიდან ის არის აქ მომოცემულობა არტოს ბაღის და ვფიქრობთ როგორ დაგეგმავდა ბატონი ანზორ ერქომაიშვილი კონკრეტულ პროექტს, რა იდეა შეიძლებოდა გაჩენოდა, რა იდეები ქონდა, რაც ჩვენ ვიცოდით და ვსაუბრობდით და ის პროექტი და ის სიახლე, რომელიც 24 თებერვლიდან აიღებს სტარტს. ანუ სულ მალე. კი ბატონო, ეს არის მართვე საჯარო სკოლებში. ვაუ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მართვე შეეცდება მაქსიმალურად ბევრ საჯარო სკოლაში შევიდეს და ჩაატაროს კულტურული ღონისძიება. ანუ სკოლებს თქვენ აირჩევთ თუ სკოლას აქვს უფლება, რომ ინიციატივა ვთქვათ, თავად მოგაწოდოთ თქვენ გთხოვთ. სავალდებულოა თან არა? ყველა სკოლაში არა. მაისის ჩათვლის ჩვენ უკვე დაგეგმილი გვაქვს, მე მინდა აქვე მადლობა გადაუხადო განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს, როგორც კი ეს იდეა გაჩნდა, მე რა თქმა უნდა ვუთხარი, რომ ეს იდეა ქონდა ანზორ ერქომაიშვილსაც, ადრე ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით და გვინდა რომ ეს სურვილი ახლა ავასრულოთ და დავიწყოთ ეს საქმე. და განათლების სამინისტრო ამას შეხვდა ძალიან დიდი სიხარულით და ბატონი ანზორის მიმართ დიდი პატივისცემით და ჩვენ დავიწყეთ დაგეგმვა. პირველი ღონისძიება, რომელიც შედგება 24 თებერვალს, ეს არის სიმბოლურად პირველი სკოლა. ცენტრალური კლასიკური გიმნაზია, ქალბატონი თამარ კაპანაძეა ხელმძღვანელი და მასაც მინდა მადლობა გადაუხადო მთელ სკოლას მხარდაჭერისთვის. და ჩვენ ჩავატარებთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის იმ სკოლაში, სადაც სივრცე არსებობს, რომ წარმოიდგინეთ, მართვე არ არის
15 კაციანი ანსამბლი. რა თქმა უნდა, დიდი ანსამბლია. შემადგენლობაში. ასევე მას ემატება ცეკვის ჯგუფი. ასევე არის საკრავების მიმართულება. ამ შემადგენლობას სჭირდება სივრცე და იმ შემოქმედებას სჭირდება სათანადო სივრცე, სადაც ჩვენ უნდა ვიმღეროთ და ბავშვებს დაველაპარაკოთ. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის ის, რომ ბავშვები უნდა დაესწრონ ამ ღონისძიებას. თქვენ აი ვიზუალურად ხა წარმოვიდგინეთ სკოლაში რო შედიხარ, რამხელა ის შესრულდება ქართული ხალხური სიმღერა, რომელიც ახასიათებს ანსამბლ მართვეს და მისი კლასიკური რეპერტუარი და პროგრამა არის. ასევე ამას დამატებული სიახლე, როცა სიმღერები მართვესში სრულდება ცეკვის თანხლებით, ანუ მოცეკვავები შემოდიან. ასევე საკრავების მიმართულება. მე მინდა მადლობა უთხრა ჩემ პედაგოგებს, იმიტომ რომ ისინი არიან ხიდი ჩვენ თაობებს შორის. და როცა ამ ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც მათ დაიწყეს და როგორც მათ ჩაიფიქრებს, ეს ყველაზე დიდი ბედნიერება არის ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც. ამიტომ ბატონ ანზორ ერქომაიშვილს და ბატონ თამაზ ანტღულაძეს, რომელიც ჩვენი აღზრდელი იყო აი ორმა ადამიანმა თაობები აღზარდა იმ სიყვარულით, რომ ჩვენ შემდეგ ეს კეთილი საქმე თავდაპირველად რაღაცა რუდუნებით და სიყვარულით გავაგრძელოთ. და სულ მახსენდება მათთან ურთიერთობა და პირველი, როცა თავარი მიზანი ამ პირველში რა არის? ქართული ხალხური სიმღერა თუ გვინდა რომ გადავარჩინოთ, ის ბავშვებს უნდა ვასწავლოთ. უნდა ვასწავლოთ, ვასმენინოთ თუ უნდა ვასწავლოთ სიმღერა, იმიტომ რომ აქ არის დიდი განსხვავება. თქვენ ივლით შეიტანთ ამ კულტურას სკოლაში, მაგრამ არ ასწავლით, ხო? კი ბატონო, ნახეთ რა ხდება ჩვენ ამ ყველაფერს წინ ასე ვთქვათ გვექნება პატარა შეხვედრები ბავშვებთან. სკოლებში რამდენიმე სკოლა არსებობს, ცნობილი სკოლები, სადაც არსებობენ ანსამბლები. ანუ ეს კულტურა იქ შეტანილია უკვე. კი. როცა ჩვენ ბავშვთან ვისაუბრებთ და ვეტყვით, რომ ჩვენ კონცერტზე ვეპატიჟებით მას და მის მშობელს, მანამდე ჩვენ შევხვდებით ამ ბავშვებს და სიმბოლურად მოუყვებით ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. ჩვენი პედაგოგების შესახებ, იმ ადამიანების შესახებ, ვინც სოფლად, თბილისში თუ ქალაქებში ამ საქმეს ემსახურებოდნენ და შეიძლება რამდენი ნიჭიერი ბავშვი შეიძლება წარმოიდგინეთ აღმოაჩინოთ ამ დროს და საპასუხოდ რა შეიძლება ასევე დაუბრუნდეს არ გაჭირდება. იმაზე გიფიქრი აქვთ, რომ სკოლებში ვთქვათ ეს ახალი თაობა, რომელიც ახლა სწავლობს, არ უსმენს ქართული ფოლკლორს, არ აინტერესებს, იმიტომ რომ ვთქვათ მშობელი არ უსმენს და მას არ აქვს შეხება. პირველად რომ შეხვალთ 100 კაცი, რომ უმღერებთ, უცეკვებთ, მოეწონებათ მათ ეს თუ აპირებთ რომ კიდე სხვა ფორმით მიაწოდოთ და სხვა ფორმით შეაგრძნობინოთ ის, რაც რეალურად ჩვენია. მართვეს გამოცდილება ამ ღონისძიებების, რა თქმა უნდა, ადრეც ქონია, სკოლებში შევსულ ვართ და ყოველთვის ძალიან დიდი ინტერესია, განსაკუთრებით უნდა ითქვას რაიონებში, იმიტომ რომ რაიონებში მოსახლეობა, რომელიც მართლა მოწყურებულია კულტურულ ღონისძიებებს, ისეთი მასშტაბი, როგორც ვთქვათ, დედაქალაქში ან ქალაქებში, შეიძლება რაიონებში არ იმართებოდეს, იგივე საახალწლო შეხვედრები იქნება თუ სხვა, ჩვენ ვხედავთ ბავშვების დიდ დაინტერესებას განსაკუთრებით ქართული ხალხური სიმღერის შესახებ. შეიძლება ბავშვი მოვიდეს, მან არ კონდეს მას სმენა, მუსიკალურ სმენას გულისხმობ, ვერ ისწავლოს სიმღერა, მაგრამ აუცილებლად ჩვენ ამ გამოცდილებით ვსაუბრობთ ამაზე, რომ მას ეს კოდი, იმდენად გენეტიკური კოდი სხვანაირად უვითარდება, რომ მან იცის ქართული ფოლკლორის ფასი და მან ზუსტად იცის შემდეგ თავის შვილს რა უნდა უთხრას ამის შესახებ, ვიზე უნდა ესაუბროს და რა უნდა დაუყენოს ეროვნული ღირებულებებიდან, ასე ვთქვათ, კიდე უმთავრეს. მან კიდე რა არის, იცი, გენეტიკაც არის, აი, არ უსმენენ, მაგრამ როგორც შევლენ, აი, გენეტიკურად მაინც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეროვნული პროექტი, რასაც თქვენ მაგალითს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა უკვე 30-ზე მეტი სალუტვარო სკოლა გახსნა რეგიონებში. მანამდე ფაქტიურად ერთ სკოლასაც ვერ ნახავდი ადამიანი. ბატონმა ანზორ ერქომაიშვილმა 2000-იანი წლების დასაწყისში იუნესკოს დაფინანსებით დაიწყო რამდენიმე სკოლის შექმნა. შემდეგ ანსამბლ შავნაბადას ხელმძღვანელი ცდილობდა რამდენიმე სკოლის ჩამოყალიბებას, მან დააარსა რამდენიმე სკოლა, მაგრამ ეს ყველაფერი შემდეგ ავიდა სახელმწიფო დონეზე, ხაზგასმით მინდა ვთქვა ეს, სახელმწიფო დონეზე და 2013 წლიდან ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გიორგი დონაძის ხელმძღვანელობით დაიწყო სალუტვარო სკოლების დაარსება. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ბავშვი ერთიანდება ამ სკოლებში. როგორც კი გაჩნდა 3-4 ბავშვი, იმას მალევე შეუერთდა უკვე
შემდეგი 3-4 უფრო 10 20 და უკვე თითო სკოლაში არიან ბავშვები, რომლებიც ზუსტად იცი რომ იმ 50 ბავშვიდან ერთმა ბავშვმაც პროფესიულად გააგრძელოს, აირჩიოს ეს საქმე და გახდეს ლოტბარი, დირიჟორი, რეგენტი, ეს ნიშნავს რომ ის უკვე სხვა თაობებს გაზრდას. ამიტომ ეს არის უმნიშვნელოვანესი საქმე და ბავშვებთან ურთიერთობა. აი ჩვენ რო შევალთ ახლა სკოლებში და დავიწყოთ. აი რითი მიდიხ პირველი სკოლა რომელია, სადაც თქვა შეხვალთ 24-ში პირველი, ეგ ვიცი. და მომზადებული გაქვთ ალბათ პროგრამა, ხო, თავიდან ბოლომდე რითი წარდგებით? კი ბატონო, ნახეთ თან რა ხდება. კონცერტირება ფაქტიურად არის უწყვეტ რეჟიმში მიდის, იმიტომ რომ როგორც კი ხომ სიმღერა იწყება, მაგალითად ეს არის ძალიან საინტერესო. 1979 წელს ჩაიწერა პირველად ანსამბლი მართვე სტუდიაში. ამის ჩანაწერი არსებობს. სადაც მელოდიაში? ეს იყო ტელევიზიის, ანუ იმ შემთხვევაში ტელეკომიტეტის, ხო? ტელერადიო კომიტეტის. და იქ ჩაიწერა ანსამბლი მართვე, სადაც პირველი ჩაწერა მოხდა სიმღერის ცანგალა და გოგონა. და ამის ჩანაწერი არსებობს, სადაც ანაზორ ერქომაიშვილი თავად ამზადებს მომღერლებს ჩაწერისთვის. ამოსუნთქვით, შემდეგ ერთი ბგერის დასმით, შემდეგ პატარა შესწორებით. ეს ჩანაწერი იწყება, გადის, ისმის ანაზორ ერქომაიშვილის ხმა, პირველი თაობის ბიჭების და ერთი გოგონას მაია მიქაბერიძე, ცნობილი, რომელიც მართვეში ერთადერთი გოგონა იყო და ის ჩვენს გვერდით დგას, რა თქმა უნდა. და ცოცხლად შემდეგ უკვე ამ ჩანაწერიდან მართვე აგრძელებს ამ ცანგალა და გოგონას. აქვე არის შემდეგ პატარა ვიდეორგოლები, სადაც ვახტანგ კახიძე აფასებს მართვეს და ანაზორ ერქომაიშვილის შემოქმედებას. აფასებს არჩილ უშვერიძე, აფასებს მარიკო კვალიაშვილი, გიორგი დონაძე, ვალერი ასათიანი და შემდეგ თავად ანაზორ ერქომაიშვილი ყვება მართვეს დაარსების ისტორიას და ამბობს რომ მაშინ როცა არტოსბახში ჩვენ გადავწყვიტეთ ამის გაკეთება, ფაქტიურად თბილისში არავინ არ მღეროდა. თქვენ გაიხსენეთ მზიური ჯგუფი, რომელიც 70-იან წლებში დაარსდა და გოგონათა ესეთი ძალიან ყველას შვდა მზიურის გოგონების და ყველას გვინდოდა სიმღერა. გაჩნდა იდეა რომ აი ანუ კარგი გაგებით საპირისპიროდ ბიჭუნათა გუნდი შექმნილიყო, რომელიც კონკრეტულად ქართულ ხალხურ სიმღერას შეასრულებდა, იმიტომ რომ არ იყო მაშინ პოპულარული ხალხური სიმღერის შესრულება. და აი ამ იდეით დაიწყო მართვე და დღეს მოვედით მართვეს უდიდესი გამარჯვებებით. და დღეს უკვე აგერ სკოლებში შედიხართ. და რა თქმა უნდა, ჩვენ კულტურის სამინისტრო გვიდგას გვერდით, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადაუხადო ყველას და მადლობა გადაუხადო ტელეიმედს, რომელიც არის ჩვენი საინფორმაციო მხარდაჭერი. არა მარტო ამ პროექტში, არამედ საერთოდ. ერთი რამე მინდა ვთქვა, სადღაც ერთი თვის წინ ჯერ არ გასულა, გადავიღე რეგიონებიდან და თბილისში პატარ-პატარა ანსამბლები. სიმღერის, ცეკვის და ეთყობა რაც მაკლდა, სულ მინდა რომ აი ესენი წარმოვაჩინო ეს ბავშვები. იმხელა სიხარული მიიღეს და იმხელა ბედნიერება მიიღეს, მიშო, მოდი პირობა მომეცირო ერთ გადაცემას მე დავუთმობ სხვა რაკურს და მოდი ჩემთან დიდი სიამოვნებით სრული შემადგენლობა ანსამბლ მართვის გესტუმრებით და ძალიან იდეას გავაგრძელებ ბოდიში ოცნება ავისრულე და ანსამბლები გადავიღეო. ალბათ ეს ოცნება მეც ბავშვობიდან მქონდა რომ რაღაცნაირად შეხება მქონოდა ფოლკლორთან, რა თქმა უნდა ვერ ავისრულე და ღმერთმა ასე დამასაჩუქრა რობერტ გოგოლაშვილიშვილი, დათა გოგოლაშვილი იყო ჩემი ჯგუფელი და ვითომ თამაშობდით ჩვენი ლოტბარი იყო და მართლა გვასწავლიდა. ეს არის ხალხო უდიდესი სიამოვნება. დათოს მართვეში აღზილი რომ ვიცოდეთ ხო, ვიცი და მაგიტომ ვახსენე ახლა დათომ აიღო თავის თავზე ეს და ძალიან სკრუპულოზურად მოგვიდგა და აბა დარუჯა გვასწავლა, რომელიც ურთულესი დამღერია, ასე რომ შენც რო ცადო შენი თავი მიხვდები რა ძალა აქვს ზოგადად. ხო და აი ეს არის კარგი ზუსტად რომ ჩვენ როცა დავიწყებთ ამ ღონისძიებებს თბილისში ესეთი ფორმა აქვს ყველაფერს, ერთი კონცერტი იქნება დედაქალაქის საჯარო სკოლაში, მეორე იქნება რეგიონში და ჩვენ რა თქმა უნდა მანამდე ამ ბავშვებს შევხვდებით. ჩვენ სურს რომ რაღაც მომენტში პროსტა დათფება ზაფხულის პერიოდში გავიდეთ ეზოში, სკოლის ეზოში, სადაც ეს ბავშვები კიდევ უფრო თავისუფლები იქნებიან.
ჩვენს უფრო გათავისუფლებლები ვიქნებოდით და არ გვექნება ეს რაღაც კონცერტის ფორმის ასე ვთქვათ ნერვიულობა და აკადემიური გარემო არ იქნება. მშობლების და ბავშვების გარდა კიდევ ვინს შეუძლია რომ დაესწროს კონცერტს? ან პედაგოგების გარდა? ყველა დაინტერესებულ პირს მე უკვე ძალიან ბევრი მწერს და ახლა შემიძლია თქვენი გადაცემით ისიც ვთქვა რომ თუ კი ვინმე სურვილი აქვს მაგალითად რომ მიიწვიოს მარცვე რომელიმე საჯარო სკოლაში. ან კერძო სკოლებსაც შეუძლიათ? ასევე კერძო სკოლები არის რომლებმაც გამოთქვეს სურვილი და გთხოვენ რომ სადღაც მოხდეს მართვეს სტუმრობა. ასევე უნდა ითქვას უმაღლესი სასწავლებლები სადაც მოყვა ამ ყველაფერს. მე იმდენად მასშტაბური პროექტია რომ ეხლა ყველაფერს ერთად ვერ გავუმკლავდებით ამ შემთხვევაში. მაგრამ ფაქტია რომ რაღაცა თოვლის ჟინივით გადიდდება ეს თქვენი მასშტაბს შეიძენს და მნიშვნელოვანი არის ერთი რამ. იმ სკოლაში სადაც არსებობს გუნდი და მე მინდა სასიხარულოდ თქვა რომ პირველ სკოლაში კლასიკურ გიმნაზიაში არის ბავშვთა ფოლკლორული გუნდი ბინული. პატა მელაძეა ამ გუნდის ხელმძღვანელი, არაჩვეულებრივი ლოტყვარი და არაჩვეულებრივი ანსამბლია და ისინიც ჩვენთან ერთად იქნებიან და რამდენიმე სიმღერას შეასრულებენ. ანუ ჩვენი მთავარი მიზანი არის ურთიერთობა, დაკავშირება ამ მიტანა ამ დიდი კულტურის და დიდი განძის ბავშვებამდე, რაც უფრო პატარები დაესწრებიან, ალბათ უფრო უკეთესიც იქნება, ამას სკოლა თვითონ გადაწყვეტს, რომელ კლასებს და ასე შემდეგ. და დაგვიბრუნდება ძალიან კარგი რამ. უფრო მეტად გათვითცნობიერებული, დაფასებული და შეგნებული მოზარდები ბავშვები, რომლებიც დააფასებენ. ისე სხვათა შორის იცი რა არის, აი ძალიან ბევრი ბავშვისგან მომისმენია და მეც მithქვამს, რომ აი რატომ არ დამაძალე დედა? მამა, რატო არ დამაძალე დედა? დაკვრა. ეთყობა სწორი ფორმა მოსაძებნი, რომ ისე მიეწოდოს ბავშვებს ეს ყველაფერი, რომ თავად მოუნდეთ. აი ხდება ისეც, რომ მოდის აბსოლუტურად არანაირ კავშირში არ არის ბავშვი არც ოჯახის ასე კულტურული ტრადიციებით, არც ისე მაგალითად ხალხურ სიმღერასთან, მაგრამ ну უნდათ რომ ბავშვი მოვიდეს, იმიტომ რომ მაგალითად გამოჩნდეს ტელევიზორში და ასე შემდეგ. სხვა მოტივები გვაქვს. საერთოდ იცვლება. შემდეგ როცა იწყება ეს გაგაკვეთილო პროცესი და თან იწყება სიმღერა ხო არ არის, ну ხა სოლო სიმღერა გასაგებია, მაგრამ როცა ბავშვი მოყავს ანსამბლში, ეს არის გუნდური ტრადიცია. ეს კიდე რთულია, უფრო ვიდრე სოლოში. წარმოიდგინე შენ აქედან გესმის ერთმანეთის ამოსუნთქვა შენი მეგობრების და შენ როცა მღერი, ეს ადამიანები შენზე ფიქრობენ, იმიტომ რომ მასაც ხო სუნთქვა უმთავრდება სადღაც და შენ უნდა გააძლიერო ის სიმღერა, რომ არ გაწყდეს ის რო სუნთქვას აიღებს, ძალა მოაკლდება, ხო? ამ შემთხვევაში შენ მასზე ფიქრობ. ასევე გვერდში მდგომზე ფიქრობ, რომელიც მარჯვენა მხრიდან გიდგას და ეს არის ერთად ყოფნის, ერთად მუსიცირების და ერთმანეთზე ფიქრის ძალიან დიდი მოცემულობა, გაკვეთილი, გამოცდილება შინაგანი კულტურა და აი კიდე ერთხელ ვიტყვი, ხიდი. აი ხიდი, რომელიც არის დაკავშირებული ჩვენ წინაპრებთან. წარმოიდგინეთ ის ადამიანები როგორ ფიქრობდნენ, ისინი ყოფაში ინარჩუნებდნენ ამ ყველაფერს და ყოფაში მუშაობის დროს ამას ახორციელებდნენ და ახლა ჩვენ გავართ სცენაზე. სცენამ გარკვეულწილად ქართული ხალხური სიმღერა გადაარჩინა, იმიტომ რომ მაშინ როცა ყოფას მოწყდა ეს კულტურა, გადმოვიდა რაღაც ადგილი, სადაც გაჟღერდებოდა. ეს არის ცოცხალი პროცესი. და ცოცხალი პროცესი უპირველეს ყოვლისა იწყება ბავშვებიდან. ანსამბლს თავი დავანებოთ და ბავშვთა გუნდებს ოჯახიდან და დედის და შვილის ურთიერთობა. ეს კი, მაგრამ მამის და დედის ურთიერთობა. კიდევ ერთი რამ, რაც პირადად მე ვისწავლე როგორც ერთმა ადამიანმა, საშუალო სტატისტიკურმა, ბატონი ანზორი რო გავიცანი, მივხვდი რომ ადამიანები სხვანაირები არიან, არა ისეთი როგორც აქამდე წარმომიდგინა, არამედ ბატონი ანზორის დაინებ. ესეთი თავდაბალი, ესეთი კულტურული, ესეთი ზრდილობიანი და ესეთი დიდი და ჩვეულებრივი ადამიანი მე მაპატიოს ყველამ არ შემხვედრია. მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ყველაზე დიდი გაკვეთილია თქვენთვის იყო და ეცადო ისეთი იყო ბოდიში ტავტოლოგიისთვის როგორც იყო დიდი ანზორი. ამიტომ თქვით ცოტა ხნის წინაც რომ როცა ჩვენ ვიწყებთ რაღაცის დაგეგმვას, პირველ რიგში ერთმანეთს ვეკითხებით. მეც, ვალერიც, იქ ჩვენ მართვეში მყოფი თანამშრომლებიც, ვინც დაკავშირებულები არიან ანზორ ერქომაიშვილთან, ბატონი ანზორის მეუღლეს, ქალბატონ ვალის, მის მოსწავლეებს და ასე შემდეგ.
როგორ იფიქრებდა ბატონი ანზორი ამ საქმის შესახებ. აი სიტყვიერად რასაც აი ამ დონეზე მიდის მსჯელობა, იმიტომ რომ მართვე არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. როგორც ხელმძღვანელი შეიძლება ვფიქრობდე რომ რაღაც ჩემი მუსიკალური აზროვნებით ან მიდგომით უფრო გლობალურად რო შევხედოთ ამ ყველაფერს, ხო? რაღაცას ვფიქრობდე სხვანაირად, მაგრამ მე არ მაქვს იმის უფლება, რომ ეს ჩემი პირადი რაღაცა განწყობა აქ შევიტანო, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ ეს არ არის მართვესი. ეს არის სხვა მიმართულების. ეს არის მაგალითად ეთნოჯაზბენდ ირიაოსი ან სხვა ჩემი პირადი ხო განცდა, მაგრამ ეს არის მართვესი, რომელსაც ვერ შეცვლი და ვერაფერს ვერ გააკეთებ, რომ შენ ეს სტილი, ეს ჟღერადობა, მოცემულობა, სცენაზე გამოსვლიდან დაწყებული, იქ დგომით, ჩოხის ჩაცმულობით, სცენაზე გასვლით და შემდეგ ქცევით, ეს არის მართვე. ეს ვერ იქნება სხვა ანსამბლი. ძალიან ბევრი ანსამბლებია, ყოველს ძალიან დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ მართვე არის მართვე, აი ეს ფოტო არის პირველი თაობის. ეს შემდეგი. ეს უკვე შემდეგია. ამ ბიჭებმა იციან ვინ არის ანზორ ერქომაიშვილი, ვინ არის თამაზ ანთულაძე, ვინ არის კოტე მშვიდობაძე, რომელიც გარკვეული პერიოდის მანძილზე ბატონი ანზორის გვერდით იდგა, ვინ არის რამინ მიქაბერიძე, რომელთან ერთადაც პირველი გაკვეთილები ჩაატარა ანსამბლმა მართვემ და ეს ტრადიცია უწყვეტად გრძელდება, იმიტომ რომ ჩვენ და ბავშვებმა, ასევე მშობლებმა ვიცით და იციან სად ვართ, რას ვაკეთებთ და ვინ იყო ამის თავში. ის უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ ჩვენ, რომ მე სხვა არ მოგვეწონოს, ან მოგვინდეს. რა თქმა უნდა. აი როგორც მაგალითად ანსამბლი რუსთავი ხო, რომელსაც ამხელა ტრადიცია აქვს. ეს ანსამბლი დაარსა დიდმა ანზორ ერქომაიშვილმა. შემდეგ ამ ანსამბლს შეუერთდა მოცეკვავითა შემადგენლობა. ბატონი ფრიდონის ხელმძღვანელობით. დიდი კაცი, კაი კაცი. მანამდე იყო რეზო ჭოხონელიძე, რომელიც ამ ანსამბლთან ერთად იყო. ისტორია არის ის, რაც დღეს უნდა იცოდეს, სწორად მოცემული. ამიტომ ანსამბლი რუსთავი და ანსამბლი მართვე არის ქვეყნის უდიდესი ისტორია, რომელიც გაგრძელდება, რა თქმა უნდა. და დიდი მადლობა. დიდი დიდი მადლობა სკოლების სახელით და უკვე ცოტა შურს იმ სკოლების, სადაც თქვენ შეხვალთ და ამ ყველაფერს უამბობთ. გააზიარეთ, მიშა ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. წარმატება შენს და არაჩვეულებრივ გუნდს. კარგ საქმეს აკეთებთ ნამდვილად ჩვენი მოზარდებისთვის და არა მხოლოდ მოზარდებისთვის და ჩვენს ოჯახში ახლა რეკლამის დროა და ძალიან მალე დაგიბრუნდებით დალით ჩიტალაძესთან ერთად.